კრემლში განგაშის ზარები რეკავს, რადგან პუტინი უყურებს ბრძოლის ველს, რომელიც მის ნარატივს არ შეესაბამება. რუსეთი არ იმარჯვებს, ისაც კი ახერხებს შეტევას. ამის ნეტევას, ამის ნაცვლად უკრაინა იმ ხელა გარღვევის ვარზეა. ისეთი გენიალურია ეს ნაბიჯი, რომ თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი აღფრთოვანებით უყურებენ. უკრაინა დრონების, ტექნოლოგიური ბრწყინვალებისა და იმ ფაქტორის კომბინაციით, რომ რუსეთი საკუთარ ჯარისკაცებს სრულად ანადგურებს, ფრონტის ხაზზე გზას იჭრის და ითვისებს. პუტინის გარემოცვიდან განგაშის სიგნალს არავინ აძლევს. მათ ცხვირი რუსეთის პრეზიდენტის უკანალში ისე ღრმად აქვთ შეყოფილი, რომ ის მათ მაინც ვერ დაინახავდა. ამის ნაცვლად ეს ინფორმაცია მოდის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროდან, რომელიც ასახავს, რას ფიქრობს რუსეთის სამხედრო ძალა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, სამხედრო ბლოგერისგან. რუსი სამხედრო ბლოგერი იემენ სადილაევი 13 მარტს ტელეგრამზე კრემლსა და რუსეთს მძიმე გაფრთხილებით მიმართა. ბევრი სამხედრო ამბობს, მტერი 2022 წლის შემოდგომის მოვლენების გამეორებას აპირებს, როცა დიდი ტერიტორიები დავკარგეთ. სადილაევმა თავის პოსტში გააფრთხილა, რომ მაცხი შეიძლება უფრო მძიმე იყოს და უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დიდი გარღვევაც შესაძლებელია. კონტრშეტევები მიმდინარეობს ფრონტის ხაზებზე, ამბობს სამხედრო ბლოგერი. უკრაინის მთავარი საფრთხე რუსეთისთვის იმ უპირატესობიდან მოდის, რაც ომის დაწყებიდან აქვს. უკრაინა ტექნოლოგიებს რუსეთზე უკეთ იყენებს. და ეს საშუალებას აძლევს შექმნას მასიური განადგურების ზონები, რომლებიც სავსეა ინოვაციური დრონების ახალი თაობით, რომლებიც ანადგურებენ პუტინის ძალებს. დრონებზე დეტალურად ცოტა ხანში ვისაუბრებთ, ხოლო სადილაევის თქმით, რუსეთი ვერ ეწინააღმდეგება უკრაინის განმეორებით ტაქტიკას განადგურების ზონებში. მტერი იზოლირებს წინა ხაზებს და საბრძოლო ზონას. ლოგისტიკა არ არის მარაგების მიწოდება, დაჭრილების ევაკუაცია და როტაციები სასიკვდილოდ საშიშია. იზოლაციის შემდეგ ბევრ უბანში დრონების დარტყმებია, რასაც კონტრშეტევა მოხვება. მტერი პოზიციებს იბრუნებს, აცხადებს სამხედრო ბლოგერი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის გენიალური სტრატეგია საშუალებას აძლევს მას მოწყვიტოს რუსეთის სულ უფრო იზოლირებული ჯარები იმ მხარდაჭერას, რომელიც მათ თავდაცვისთვის სჭირდებათ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დაუსრულებელი შეტევების გაძლებაზე, რომლებსაც პუტინი ითხოვს. ეს სასიკვდილო ზონის სტრატეგია, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და ეფექტურად მუშაობს. ის აჩერებს რუსეთის ძალებს და ნიადაგს ამზადებს იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის, რომლებსაც უკრაინა უკვე აკეთებს და მომავალშიც გეგმავს. უკრაინის სასიკვდილო ზონებზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ეს ზონებია, რომლებიც სავსეა დრონებით და სხვა გამაგრებებით. ხშირად ბრძოლის ხაზებსაც კი სცდება სიღრმეში და ანადგურებს რუს ჯარისკაცებს მანამდე, სანამ ისინი მიზნამდე მიაღწევენ. The Telegraph იწება, რომ სასიკვდილო ზონების სტრატეგია იმდენად საჭიროებიდან დაიბადა, რამდენადაც სამხედრო გამჭრიახობიდან, თუმცა ახლა ეს ორივეს კომბინაცია. უკრაინა მიცის, რომ რაოდენობით რუსეთს ვერ შეედრება. მისი გადაწყვეტა იყო შეექმნა ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ დრონების კედლად წოდებული სისტემა, რომელიც რუსული ცოცხალი დალის უპირატესობის შესასუსტებლადაა შექმნილი იმ დონემდე, რომ ისეთივე ეფექტური ვეღარ იყოს, როგორიც უნდა ყოფილიყო. სასიკვდილო ზონები პუტინის ჯარისკაცების შეჩერებაში მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის დრონების წარმოებამ ფრონტის ზოგ მონაკვეთზე ეს ზონები სამჯერ გაზარდა. Wes O'Donnell-მა ეს საკითხი ასევე გამოგვეთა 16 მარტის სტატიაში, სადაც განმარტა, რომ მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდა, რათა სასიკვდილო ზონები, რომლებიც ადრე ფრონტის ხაზის უკან უკვე შთამბეჭდა 21 მილს მოიცავდა, ახლა 93 მილამდე გაიზარდა. ეს მარტივია, ის აჩერებს რუსეთის წინშლას. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა 2025 წელს დაიწყო ინფილტრაციის სტრატეგია, ეს რუსული მიდგომისთვის დამანგრეველია. გასულ წელს რუსეთმა დაიწყო მცირე დანაყოფების, ხშირად მხოლოდ 2-5 ჯარისკაცის უკრაინის ტერიტორიაზე შეპარვა. იდეის მიხედვით, ინფილტრანტებს უსაფრთხო ადგილას უნდა დაეცადათ და შემდეგ პოზიცია გაეძლიერებინათ, რათა უკრაინის თავდაცვაში ნაპოვნ ხვრელში დამატებითი ძალები შეეყვანათ. ეს გარკვეული დროით მუშაობდა. ეხლა როცა უკრაინა მათ აფართოებს, სარეზერვო ძალებს უფრო დიდი მანძილის და საზარელი სასიკვდილო ზონების გალვა უწევთ ინფილტრანტებამდე მისაღწევად. სარეზერვო ძალების დიდი ნაწილი იღუპება მანამ, სანამ სადმე ახლოს მივა, ხოლო ინფილტრანტები რჩებიან მოწყვეტილებით დახმარების გარეშე, სანამ ეოდებიან არა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ, არამედ უკრაინის საწიებო და განადგურების დანაყოფებს, რომლებიც მუდმივად ნადირობენ. ეს სტრატეგია უკრაინისთვის მთავარი გზაა ცოცხალი ძალის შესანარჩუნებლად, როგორც ანონიმურმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ტელეგრაფს უთხრა. დრონები მუდმივად აკვირდებიან და უთყამენ, რაც ანელებს და არღორს მათ რიტმს. ეს გვაძლევს ბრძოლის ველის კონტროლის საშუალებას ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვის გარეშე, განმარტა ჯარისკაცმა. მაგრამ რუსეთისთვის ეს არის სტრატეგია, რომელიც აჩვენებს ყველა იმ სირთულეს, რომლებზეც სადილაევმა განგაშის დროს ისაუბრა. რუსეთის ლოგისტიკა ფრონტის უკან ინგრევა. ადრე უსაფრთხო ტერიტორია უკრაინის სასიკვდილო ზონად იქცა და ეს უკრაინის წინსვლის საფუძველია, რომლებსაც ვიდეოში ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. რუსეთს მხოლოდ FPV დრონებზე არ უნდა ედარდოს. უკრაინამ ასევე შეიმუშავა საშუალო სიშორის დამტკმელი დრონების ახალი ხაზი, რომლებიც მნიშვნელოვანია იმ სასიკვდილო ზონების გაფართოებისთვის, რომელსაც უკრაინა ქმნის და შემდეგ მათში წინ მიიწერს.
ახალი დრონები უკრაინას აძლევს შესაძლებლობას დაარტყას რუსეთის სამხედრო ობიექტებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგალითად საბრძოლო მასალის საწყობებს, სარდლობის ცენტრებს და რუსი დრონების ოპერატორების შტაბებს. რაც უფრო მეტ ასეთ დროებით ინფრასტრუქტურას ანადგურებს უკრაინა, მით უფრო სუსტდება რუსეთის ზურგი და მით უფრო მოწყვლადი ხდება პუტინის ჯარი ფრონტზე უკრაინის წინსვლის მიმართ. ასე ეკრება საფუძველი გარღვევას. ფენება დასუსტებ რუსეთს და იბრუნებ დიდ ტერიტორიებს. მაგრამ ასეთი სტრატეგიის განხორციელება უფრო ადვილი სათქმელია ვიდრე გასაკეთებელი. უკვე მივეცით ერთი მინიშნება თუ როგორ ახერხებს ამას უკრაინა, როდესაც საშუალო სიშორის დამთქმელ დრონებზე ვისაუბრეთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია დრონების სფეროში მიმდინარე ინოვაციების, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს რუსი ჯარისკაცების იზოლირება მოახდინოს და დაასრულოს შეტევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სადილაევი თავის ტელეგრამის პოსტში წეს: ფრონტზე მდგომარეობა მძიმეა, ტერი დაბალცაში უპირატესობას ფლობს. მათი დრონების რაოდენობა გაიზარდა, ხარისხიც შეიცვალა. სამხედრო ბლოგერი ამბობს: ბევრი დრონი ოპტიკურ ბოჭკოს იყენებს, რადიო დრონებს სიხშირეები შეუცვალეს და დედა დრონებს იყენებენ და ასე შემდეგ. ჩვენი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები და დრონის დეტექტორები არ მუშაობს. მტერი ასეულობით დრონს გუნდებად და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. აქ ბევრი საკითხია, განსაკუთრებით უკრაინაში ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენება, რაც ყველაფრის შეცვლის პოტენციალს ქმნის. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ ახი, რომ ყოველთვის იხილოთ არხზე ატვირთული უახლესი ვიდეოები. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სამხედრო ბლოგერი საუბრობს მთელ ჯგუფებზე, რომლებიც გაშვებულია განადგურების ზონებში და იმართება ხელოვნური ინტელექტით, ადამიან ოპერატორების ნაცვლად. თუ უკრაინას ასეთი ჯგუფები აქვს, ამის შესახებ ოფიციალურად მაინც დუმს. უკრაინის ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე საუბარი 2025 წლის სექტემბერში Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაიწყო. დღეს კი ჩანს, რომ უკვე ვიწყებთ იმის ნახვას, როგორ იქცევა ეს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სასიკვდილო ჯგუფები ომში რეალურ ფაქტორად. ატლანტიკური საბჭო განმარტავს, როგორ განსხვავდება ეს დრონების ჯგუფები რუსეთის წინა გამოცდილებისგან. ადრე რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნოლოგია დრონების ჯგუფებს აჩერებდა. საკმარისი იყო მხოლოდ იმ კავშირის გაწყვეტა, რომელიც ამ ჯგუფებს ხრუბლოვან ინფრასტრუქტურასთან ჰქონდათ, რაც მათი მიზნისკენ მიმართვის მთავარი გასაღები იყო და ჯგუფი კარგავდა თავის ძალას. დრონები გურს ცვლიან და მიწას ეჯახებიან, რაც რუსეთს უადვილებს იმ მცირე რიცხოვანი უპილოტოების განეიტრალებას, რომლებმაც რადიოელექტრონული შეტევა გადალახეს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი ცლის ყველაფერს. კავშირები ხრუბელთან შეიძლება ისევ გაწყდეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ავტონომიურ დრონებს ეს კავშირი აღარ სჭირდებათ. ისინი დაპროგრამებულნი არიან ალგორითმული დამიზნებით, რაც საშუალებას აძლევს მათ ადაპტივდნენ და შეცვალონ მარშრუტი იმის მიხედვით, რასაც ადგილზე ხედავენ. მანქანური სწავლება დრონებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ რუსეთის საწინააღმდეგო ზომებისგან და ადაპტივდნენ მათზე, რაც კიდევ უფრო ზრდის წარმატებული დათმის შანსებს. აი ამას გულისხმობს სადილაევი, როდესაც საუბრობს ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების გუნდებზე, რომლებიც მდრადია ელექტრონული ომის მიმართ. დრონების შეუვალი არ არის. ისინი უბრალოდ უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ოდესმე და მათ მაინც შეუძლიათ მიზანში მოხვედრა, მაშინაც კი როცა მათი ხრუბლოვანი კავშირი გაწყვეტილია. უკრაინა აქტიურად იყენებს ტექნოლოგიურ უპირატესობას რუსეთის წინააღმდეგ და ეს შეიძლება გახდეს იმ გარდამტეხი მომენტის გასაღები, რომლის მოახლოებასაც რუსეთის პესიმისტურად განწყობილი სამხედრო ბლოგერები ვარაუდობენ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნაში, რომელსაც მისი დრონების გუნდი იყენებს. 12 მარტს New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დაიწყო დრონების ვიდეოებისა და ბრძოლის ველის სხვა მონაცემების მიწოდება მრავალი უკრაინული თუ უცხოური კომპანიისთვის, რომლებიც ქმნიან დრონებს, რომლებსაც ის რუსეთის წინააღმდეგ იყენებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა 12 მარტის ტელეგრამის პოსტში განმარტა ამის მიზეზი. 12 მარტის ტელეგრამის პოსტში, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად კრიტიკულია უკრაინისთვის ტექნოლოგიურ ფრონტზე რუსეთზე წინ ყოფნა. თანამედროვე ომში რუსეთი ყველა ტექნოლოგიურ ციკლში უნდა დაამარცხოთ. ფედოროვმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი კონკურენციის მთავარი მიმართულებაა და ომის მომავალი ავტონომიურ სისტემებშია. ჩვენი მიზანია დრონებისა და საბრძოლო სისტემების ავტონომიის გაზრდა, რათა ისინი სწრაფად აღმოაჩენ მიზნებს, გაანალიზებენ სიტუაციას და დაეხმარებიან გადაწყვეტილებების მიღებაში. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის სპეციალური პლატფორმა, რომელიც მოდელების უსაფრთხოდ გაწვრთნის საშუალებას იძლევა სენსიტიურ მონაცემთა ბაზებზე მათი პირდაპირ ცდომის გარეშე. ამ მოდელებს მიეცემათ ცდომა ბრძოლის ველის მონაცემების მუდმივად განახლებად ნაკადზე, რომელსაც ისინი გამოიყენებენ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონები, რომლებსაც უკრაინა დღეს იყენებს, აქციონ იმ საშინელებად, რომელთან გამკლავებაც რუსეთს ხვალ მოუწევს. ეს დიდი მიღწევაა უკრაინისთვის. მას აქვს ასობით ათასი თუ არა მილიონობით ვიდეო, რომელიც დრონებმა წარმატებული თუ წარუმატებელი დარტყმების დროს ჩაწერეს. ჩანაწერები ასახავს რუსეთის თავდაცვას და უკრაინის მიდგომებს, რაც უკრაინას დრონების სტრატეგიის დახვეწაში ეხმარება. ეს იმდენად ეფექტურია, რომ პუტინს დიდი ზიანი მიაყენა. UK არის ცნობით მარტის 18-მდე ერთ დღეში პუტინის 1700 ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინა ამ საქმეში მარტო არაა, ის თავის უმთავრეს პარტნიორებსაც ვრთავს ამ პროცესში.
17 მარტს United 44 მედიამ გაავრცელა, რომ უკრაინა და გაერთიანებული სამეფო ახალ ხელოვნური ინტელექტის საბრძოლო ტვინზე თანამშრომლობენ, რათა ტექნოლოგიურ ფრონტზე რუსეთს გაუსწრონ. აერთი სახელწოდებით ცნობილი ეს საბრძოლო ტვინი დაეხმარება ფიოდოროვის მიზნების მიღწევას, როგორც ეს აღნიშნულია Telegram პოსტში, რომელიც ახლახან ვახსენეთ, რადგან ახალ ცენტრში მომუშავე სპეციალისტები საბრძოლო მონაცემებს ჩათვირთავენ მანქანური სწავლების მოდელებში, რათა გააუმჯობესონ დრონების ავტონომიურობა და ეფექტიანობა. როგორც ჩანს, კიდევ მეტი სიახლე იქნება, რადგან უკრაინა ასევე აპირებს ხელოვნური ინტელექტის ჰაბების ქსელის შექმნას, რომელსაც გამოიყენებს საარტილერიო და შორმანძილზე დარტყმის ტაქტიკის განსასაზღვრად, ასევე ფრონტის ხაზზე მოქმედი დრონებისთვის. თუ ამ ყველაფერს ადგილობრივ დრონების ინდუსტრიას დაუმატებთ, რომელსაც წელიწადში 8 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია, საჭირო დაფინანსების შემთხვევაში, აშკარაა რატომ მუშაობს უკრაინის განადგურების ზონის სტრატეგია ასე კარგად. უკრაინა საშუალო დარტყმის დრონებით ზონებს აფართოებს და დრონებში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს რუსეთის ელექტრონული ომის სისტემების დასაძლევად. Როგორც შეიძლება დივერსანტებს ამ ყველაფრის წინააღმდეგ რაიმე შანსი ჰქონდეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ზურგში არსებულ რუსულ სამხედრო კვანძებზე? პირველი მოწყვეტილია, რადგან მეორეს გამუდმებით ბომბავენ. აი რა შეიძლება მიაღწიო ინოვაციაზე კონცენტრირებით და უკვე ვიწყებთ შედეგების დანახვას. შეიძლება გაიფიქროთ, რატო ეშინია რუსეთს უკრაინის გარღვევის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვისაუბრეთ დრონებზე, განადგურების ზონებზე და ხელოვნური ინტელექტის, როგორც მთავარი ფაქტორის გამოჩენაზე უკრაინის სტრატეგიაში. შიშის მიზეზი ისაა, რომ უკრაინის გარღვევა მხოლოდ თეორია არ არის. ეს უბრალოდ შესაძლებლობა არ არის, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს, თუ რუსეთი ვერ იპოვის გზას, რომ დაუპირისპირდეს ყველაფერს, რასაც უკრაინა აკეთებს. გარღვევა უკვე მიმდინარეობს. თებერვლის დასაწყისიდან და არც თუ შემთხვევით იმავე პერიოდში, როცა რუსეთს არალეგალურ Starlink-ის ტერმინალებზე წტომა შეეზღუდა, უკრაინა თავისი ტერიტორიის სამხრეთით მასშტაბურ კონტრშეტევას ახორციელებს. ვამარტის მდგომარეობით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინამ გაათავისუფლა 425 კვადრატული კილომეტრი, ანუ თითქმის 168 კვადრატული მილი ტერიტორია, და ეს რიცხვი იზრდება. რამდენიმე დღით ადრე კიევ-პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ბოლო მიღწევები იმდენად მასშტაბურია, რომ ქვეყანამ პირველად 2023 წლის კონტრშეტევის შემდეგ ახალი ტერიტორიის მოპოვება შეძლო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინამ შეძლო უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლება, ვიდრე რუსეთმა მოახერხა ბოლო 1 თვის განმავლობაში ოკუპირება. როგორც ჩანს, ეს გარღვევები ხდება იმიტომ, რომ უკრაინას სჭირდება ჩაშალოს რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის გეგმები დონეცკისა და ზაპორიჟიის მიმართულებით. რუსეთი უკვე ცუდ მდგომარეობაშია ამ შეტევისთვის და ამისთვის თავადაა დამნაშავე. რატომ? დაჩით ჩვენთან ვიდეოს ბოლომდე და გაიგებთ, მაგრამ ამჟამად რასაც ხედავთ, შეიძლება იყოს ის, რომ უკრაინამ გააცნობიერა. თავდაპირველად რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის სრული გეგმის განხორციელების აღკვეთის მიზნით დაწყებული შეტევა სინამდვილეში ბევრად მეტ დაცვას იძლევა. რუსეთის სუსტი თავდაცვა სწრაფად დაეცა უკრაინის კონტრშეტევის პირობებში, რაც პუტინის ინფილტრაციის სტრატეგიის წარუმატებლობას და იმას თუ რა კარგად გამოიყენა უკრაინამ თავისი დრონები ამ ინფილტრატორების მოსაგერიებლად. უკრაინა განაგრძობს თავისი განადგურების ზონების გაფართოებას. კონტრშეტევის ზოგადი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ დრონები რუსეთის ზურგში დარტყმებს ახორციელებენ, მაშინ როცა უკრაინის სახმელეთო ძალები წინ მიიწევენ. ამჟამად უკრაინა შეხედავს იმას, რაც აქამდე მიაღწია და საკუთარ თავს ერთ კითხვას დაუსვამს. ჩვენ ბევრი ტერიტორია დავიბრუნეთ, მაგრამ შეგვიძლია მეტი. უკრაინა მაჩვენა, რომ რუსეთის გამარჯვება არაა გარდაუვალი და ახლა შეიძლება უფრო ღრმა გარღვევაც განიხილონ. ეს არის ის, რაც კრემლში დიდ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო ბლოგერების საზოგადოებაში. უკრაინის შეტევამ დაანგრია ფრთხილად აგებული ნარატივი და მისმა ტექნოლოგიურმა უპირატესობამ შესაძლებელი გახადა, რომ კონტრშეტევა გამხდარიყო წინაპირობა იმისა, რომ უკრაინამ განახორციელოს ის, რაც უკვე უფრო ფართო მასშტაბზე ომის დამამთავრებელ სტრატეგიად გამოიყურება. და ამით უბრუნდებით იმას, რაც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ბრწყინვალედ მოქმედებდა არსებული საბრძოლო ვითარების შექმნაში, რუსეთმა ამას ხელი საკმაოდ შეუწყო. პუტინის სასტიკი მიდგომა საკუთარი ჯარისადმი სისტემატურად ასუსტებს რუსეთს იმ დონემდე, რომ უკრაინის კონტრშეტევები და პოტენციური გარღვევა სულ უფრო შესაძლებელი ჩანს. ჩვენ ეს ვიცით მარტში გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, ანუ OHCHR-მა მოამზადა. დაუთმობთ სიტყვას ანგარიში. გაანალიზებული ჩვენებები აჩვენებს, რომ სამხედრო მეთაურები თვითნებურად აწესებდნენ, ახორციელებდნენ ან ითმენდნენ უკიდურეს ძალადობასა და იძულებას ჯარისკაცების მიმართ, როგორც სასჯელს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე უაზე უარის თქმისთვის. ეს ნიშნავდა თითქმის გარდაუვალ სიკვდილს ფრონტის ხაზიდან უკან დახევისთვისაც. მაშინაც კი რუსაის გამართლებული იყო ტრაუმით, საბრძოლო მასალის ან საკვებისა და წყლის ნაკლებობით. OHCHR-ის ცნობით, 85 რუს ჯარისკაცთან ჩაწერილი ინტერვიუდან 61-მა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიაში ასეთი სადამსჯელო ქმედებები საკუთარი თვალით ნახა. ვინც კი გაბედავს და ხმამაღლა იტყვის რამეს, ან ღმერთმა არქნას, გადაწყვიტავს, რომ შეიძლება ცუდი იდეაა რამდენიმე მილზე გადაჭიმულ სასიკვდილო ზონაში ჯავშნის გარეშე შეტევა. შეიძლება ადგილზე მოკლან მათი მეთაურების მიერ. თუ რეალურ დახვეტას გადაუჩებიან, შესაძლოა იმიტირებული დახვეტა მოუწყონ, ან ისეთი ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ, როგორიცაა სასტიკი ცემა ან ფეხებში სროლა. ეს არა ადამიანური მოპყრობა შუა საუკუნეებს მოგაგონებს. OHCHR-ს ერთმა ჯარისკაცმა უთხრა, რომ მეთაურმა ცეცემით მოკლული ჯარისკაცის გვამი შენობის შესასვლელთან დატო. როგორც ძალადობრივი თვალსაჩინო გაფრთხილება იმისა, რა ემართება რუს ჯარისკაცს, თუ პუტინის შეშლილ ბრძანებებს უარს ეთქვის.
United 24 Medis 17 მარტის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვაც მსგავს ფაქტებს ასახელებს. ოღონდ ამჯერად რუსი მეთაურების სასტიკი მიდგომა, რომელსაც ისინი ცოცხალი ჯარისკაცების მიმართ იყენებენ, ომში დაღუპულებზეც გავრცელდა. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსი მეთაურები დაქონდებარებულებს დაღუპული თანამებრძოლების თავის მოკვეთას ავალებენ, როგორც დაკარგული ჯარისკაცების იდენტიფიცირების რაღაც ავადმყოფურ მეთოდს. ასევე იკრიბება საიდენტიფიკაციო დოკუმენტებიც, რაც კიდევ უფრო აჩენს კითხვას, რატომ იმართავენ მეთაურები ასეთი საშინელი უპატივცემულობის გამოხატვას საკუთარი დაღუპულების მიმართ. როგორც ჩანს, ერთადერთი ახსნაა, რომ თავის ტარება უფრო მარტივია, ვიდრე მთლიანი სხეულის. ეს ყველაზე კარგად აჩვენებს, როგორი არის მსახურება პუტინის არმიაში. ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ, გახდნენ საზარბაზნე ხორცი, სცემენ ან კლავენ. ისინი, ვინც მაინც წინ მიიწევს და იღუპება, როგორც თითქმის გარდაუვალია უკრაინის სასიკვდილო ზონებში, მათ სხეულებს საკუთარივე თანამებრძოლები შეურაცხყოფენ. ეს არის ველურობა თვითმკვლელობის მასშტაბით, მაშინ როცა უკრაინის ტექნოლოგიური პროგრესი შესანიშნავი სტრატეგია და შეუჩერებელი კონტრშეპევა მას გარღვევის ვარზე აყენებს. განგაშის ზარები კრემლში უნდა რეკავდეს. რუსეთი ისეთივე ეფექტიანობით კლავს საკუთარ ხალხს, როგორც უკრაინა, და ეს სასტიკი მიდგომა ომში ბუმერანგივით უბრუნდება პუტინს, როცა რუსეთის წინა ხაზები ინგრევა. ამავდროულად უკრაინა თებერვალში კონცენტრირებულია რუსეთისთვის მუცლის გამოფატრვაზე გამანადგურებელი დათმებით, რაც აზიანებს რუსეთის საომარ მანქანას. 105,000 სამიზნე განადგურებულია. საჰაერო თავდაცვა, დრონების ოპერატორები, რაკეტების წარმოება და ლოგისტიკა განადგურებულია. და ამ ყველაფრის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს ვიდეოში, სადაც ვსაუბრობთ თუ როგორ ცვლის უკრაინა თანამედროვე ომების წარმოების წესებს. თუ მოგხსნათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ უკრაინის გენიალური სამხედრო ტაქტიკების მეტი ანალიზი რუსეთის წინააღმდეგ და როგორც ყოველთვის მადლობ ყურებისთვის.